მანქანა BMW სერია F10 თვალს ვერ მოწყვეტა ვერასდროს ვერაფრით. აი ძალიან ბევრი პლუსი აქვს ამ მანქანას და ძალიან ბევრი მინუსი. პლუსებზე რო დავიწყოთ საუბარი, პირველ რიგში აუცილებლად უნდა მოვიყვანოთ მაგალითად ის პლუსი, რომ აი ნებისმიერი გოგოს გული შენია ამ მანქანით როდესაც მოძრაობ, იქნება ის პატიოსანი თუ არა პატიოსანი, აი მნიშვნელობა არ აქვს. თავარია სტორი დადოს ინსტაგრამზე კაროჩი და გამოჩნდეს რომ აი შენია ეს გოგო და პლუსი ასევე ამ მანქანის არის ის რომ ნებისმიერ სიტუაციაში გამოგადგება, აი არ აქვს მნიშვნელობა სიტუაციას, აი გურიაში თუ არ წახვედი და დაეხმარე ოფროუდერებს თოვლის ქვეშ, აი ამ მანქანით ვერ დაეხმარებ. დანარჩენი ნებისმიერ სიტუაციაში გადგება ეს მანქანა. ერთმა ლეგენდა კაცმა თქვა, რომ ამ მანქანის კარებების სენსორზე, როდესაც გაავებ და იხურება ასე, არის ნაბოზარი ძმაკაცისთვის შექმნილიო რა. კი ბატონო, მართალია, მაგრამ ჩემი აზრით ასევე ეს მანქანა შეიქმნა ნაშისთვის, იმიტომ რომ არ მოაჯახუნოს კარები და მე დედა არ აგინო რა. აი ძალიან იციან ხოლმე რა. მოჯახუნება, აი ძალიან აჯახუნება ხოლმე. მინუსი ის აქვს, რომ აი ვერ გაიგებ ამ მანქანიდან რა კატეგორიის ხალხი გადმოვა და როგორი გადმოვა, იმიტომ რომ ეს მანქანა ხელმისაწვდომია, ანუ ძალიან ძვირი არ ღირს და ნებისმიერი კატეგორიის ადამიანს შეუძლია ამ მანქანის ყიდვა. სწორედ ამიტომ აქედან შეიძლება გადმოვიდეს როგორც ძალიან ფულიანი ადამიანი და ყავდეს ეგეც აი ბიზნესმენს, რომელსაც ევარცხება უბრალოდ F10, BMW და ყავდეს და ასევე შეიძლება გადმოვიდეს ვიღაც გამოყალიბებული ბებიამისმა და დედამისმა რომ მოუგროვოს ფული, ცხოვრებაში რო ვერაფერი არ გაუკეთებია და უყიდეს ეს მანქანა. ასევე ისე მინუსი აქვს, რომ თუ სტეიჯი გიწერია ამაზე და გოგო წაიყვანეს სადმე, კაროჩე და რაღაცას უპირებ, შეიძლება გზაში პომპა გაგიფუჭდეს 1000 ლარიღის და მე მაგ გოგოს პატრონმა უარესი გაგიკეთოს, რასაც შენ უპირებდი მაგას. Even a cool in the cob, I'm already in the chat. აი ძალიან განსხვავებულია ეს სალონი რა. აი იშვიათ მანქანაში გვხდება, იშვიათ F10-ში გვხდება ასეთი სალონი და ჩემი აზრით ძალიან უხდება ეს საჭეც და აი ეს წითელი კანტებიც რა. ამას ხშირად ვერ ნახავთ და ძალიან მაგარია და ძალიან ლამაზო. F10-ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ასევე არის ის, რომ უნდა იყოს მამაკაცური და უნდა ქონდეს დიდი ხმა, უნდა ჭღაოდეს F10 და ჰიბრიდივით არ უნდა დადიოდეს და პრიუსივით არ უნდა დადიოდეს, ისევე როგორც ეს მანქანა. პლუსი არის ასევე ამ მანქანის ის, რომ გოტელივით არის რა. გამოგებული, აი დაინახე რა ფართი არის რა. ცოტა ინტიმზე კი გადავედით, მაგრამ უნდა გითხრათ რა, სიმართლე ეს არის. ამ მანქანის ტრაკი მირჩევნია ძალიან ბევრი ქართველი გოგოს ტრაკს, იმიტომ რომ ქართველი გოგოები ყველანი თითქმის ერთნაირები არიან, შავები, სახეზე პრობლემები და დიდი ტრაკები და აი ბევრად ლამაზი ტრაკი აქვს ამ მანქანას.